გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით გოაზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რა ტრანსპორტი უნდა გამოვიყენოთ გოაზე, იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრათ, მუნიციპალური ტრანსპორტი აქ, კი არსებობს, მაგრამ დამიჯერეთ, რომ არ არსებობს. და მაგალითად თქვა ბაიკის ქირაობა ძალიან იაფიჭდება აქ. მანქანის ქირაობას აზრი ვაფშე არ აქვს. იმიტომ რომ ტარების ბაიბუში არ არიან აქ აი სიმართლეს გიო. არა, არიან ვინც მაგალითად ტაქსისტები ვინც იცის ტარება და რაღაცა, იმიტომ რომ მთელი დღე საჭესთან არის, მაგრამ თქვათ ჩვეულებრივი ადამიანი არა. დამიჯერეთ აი გეგონება რომ გუშინ აიღო პრავა და აი ყველაფრის ეშინია და არც გაბარიტები იცის არც არაფერი. ეს უმეტესად ყველა დადის ბაიკით, აი თქვენც შეგიძლიათ ნახოთ. ყველა მოპედით დადის, Honda Hero. ეს ტაქსია, იმიტომ რომ ყვითელი ნომერი აქვს. თუ თეთრი ნომერია, ტაქსი არ არის. აი, მაგას გეუბნებოდი, ზუსტად შუა გზაში დადიან, აქეთ კი არ დადიან თავის ხაზში და ზოლში. და შუა გზაში. ეს კიდე აქაური ავტობუსია. დავი, ამით სიარული. დავი, აბა. არც კონდიციონერი, არც არაფერი შიგნით. ცხელა როგორ დადის? კაცშვილი არც ის დადმიდის, ვერც მაგას გაარკვევ. ამ ადგილს ქვია მანდრემ ბაზარი. ეს რო ვთქვათ, იქ პატარა ბაზარია, აქ სუპერმარკეტია. მამან მივდივარ. რაც ფასებსაც შეგახერებს. არაძე 475 მილილიტრი, ღირს 25 რუბლი. ეს გამოდის სადაც 1 ლარი. დაჟე ლარიც არ გამოდის, 75 თეთრი. 9 ლიტრა რძე. ანუ ესე რო ვთქვათ, ყველაფერი მაღაზიაში ძალიან იაფია ხა რძე, ხო? ვთქვათ, 1 ლიტრა რძე გამოდის 50 რუბლი. 50 რუბლი აი გამოდის სადღაც დაახლოებით ლარ 9 ლიტრა რძეში. წარმოიდგინეთ, ჩვენთან ლიტრა რძე რა ღირს. ანუ თუ სოფელში ყიდულობ 2 ლარ 9 ღირს, ხო? და აქ გამოდის ლარ 9, ხო? აი, უფრო ლარით უფრო ნაკლები. თუ მაღაზიაში ყიდულობ რძეს 5 ლარი გამოდის მე მგონი თბილისში. იგივე ნაყინი რო ავიღოთ, ეხლა რო ავიღე ნაყინი, ძალიან საკაიფო ნაყინი, 60 თეთრი, 50 თეთრი, 30 თეთრი, აი ნაყინი, ხო? წარმოიდგინეთ, აი რა სიაფია, ხო? ჩვენთან კაი ნაყინი რო თუ გინდათ, მინიმუმ 2 ლარი ჯდება, ხო მასია? აქ კიდე ესე იაფად. სალევზე ხო ვაფშე არაფერს არ გეუბნებით. 750-იანი მილilitrიანი რუმი ჯდება სადღაც 2 დოლარი ღირს მაგი, 2 დოლარი რამდენი? 6 ლარი. თან საკაიფო რომია, მაგას რო დალევ, თავი არ ტყივა. ვისკიც პლუს მინუს იგივე ღირს. ლუდი ბოთლი, ანუ 55 რუბლი. ლარი 20 ბოთლი ლუდი. მე მგონი ძალიან кайფასია, თან кай ლუდი. ცუდი ლუდი არ არის. How much for this kilo? Kilo 80 rupees. 80 and This 30 rupees. 30 rupees. Okay. Yeah. ამ საზამთრო 90, ეს 2 ლარი კილო. 3 ლარი საზამთრო 2.80-ის. Arjaba tera. 130 and 90. I don't know. 130 and 90, 220. Yeah. Yeah, good. ესე ძალიან ტკბილი საზამთრო, სადაც 2 კილო რაღაცას, 3 კილო სიწონის, ღირს 90 თეთრი კილო. სხვა სიმართლე რო გითხრათ, ხო? ცოტა იქით რო გახვიდე, ხო, თქვა და არა აქეთ რო იყიდო, ხო? შეიძლება ეს საზამთრო იყიდო 50-ში, ხო? მაგრამ, რავი, იქიდან ფრევას 50 რუპიში რა, 50 რუპი რამდენი გამოდის ლარ 9-ში. აქ გადავიხადე 2.5.
მაგრამ უნდა იარო, ან მოპედით უნდა წახვიდე, ახლა საფრთხე ვარ, მოპედით არა ვარ და მაგიტომაც ესე ვარ წავსვი. ესა ინდოური რამი, მაგათი ტემპელი. აქ ჩვენთან როაზე დადიან აი ესეთი მოპედი. ეს არის Yamaha Fasinio. ესეთები არის ტაქსი, გიროები, ხონდები. სადაც 80% ყველა მოპედის არის ესა. ან ესა. Suzuki Accent. ამეთი დადიან უფრო ტაქსისტები და ნუ აქაურები, იმიტომ რომ ძალიან იაფია. ეს არის Avenger-ი, Bajaj-ის მემონტუარები. ხანდახან TVS-იც ხდება, მაგრამ აი უმეტესწილად ყველა ფასინია, აგერეთ ფასინია, არა ეს ხონდა არის აქცენტი. ეს ის ხონდა. ანუ ესე რო ვთქვათ, აი აქ გაგრას ჩანს რა მოპედებითაც დადიან გიროები. გასაქირავებლად უმეტესწილად არის ან ეს Yamaha Fasinio, ან Honda Activa თუ რაღაც მაგარი. აი წინ დგას. აი ეს მოდელი, ხო? უმეტესწილად აქირავებენ, მაგრამ თუ ცოტა მეტი ფული გაქვს, შეგიძლია იქირავო ეგეთი Royal Enfield-ი, ხო? ვთქვათ, ეს თუ ღირს ახალი, ხო? სადაც 3000-2000 გარბენით და რაღაცა სადაც 8000 რუპი. ამას იქირავებ სადღაც 10-დან 12000 რუპამდე გადაიხდი მაგაში. ეგ არის Royal Enfield-ი კლასიკი 350-იანი. მაგრამ მე ვიარი მაგითი და ვერ ვიკაიფე რა სიმართლე რომ ვთქვათ. აი ძალიან ძველი მოტოციკლია. 30-იან წლებშია ჩარჩენილი და იქიდან მიყოლებული. აბე ესი კი აწერია ვითომ აქ, მაგრამ არც ერთს არ აქვს აბესი. ეს ცოტა უკვე ბულეტია 500-იანი. ანუ და უფრო სწრაფი უნდა იყოს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, იგივეა რაც ეს. და ეს კიდე Bajaj-ი Avenger-ი, ან ამითიც დადიან. ეს უფრო ესეთი. ფასებში ისინი სადაც 10-დან 12-მდე, ეს სადაც 8 ღერს ახალი, ანუ LED ეკრანით და LED ფარით. თუ ჩვეულებრივი გინდა, მაგ შემთხვევაში უფრო ნაკლები ხდება. ხონდები სადაც 6-ის ფარგლებში ხირავდება. მაგაც იგივე მოტოციკლები, ოპ. უმეტესწილად ყველა ყიდულობს Fasinios. ბურგმანები ძალიან იშვიათობაა. ესეთი მყავს თბილისში შავი. აქ ვერ ვიშოვე. აგერ ჩვეულებრივი კლასიკი. რაც შეეხება ამ Fasinios, რა ვიცი, საკაიფო მოპედია. თუ აიღებთ იმისი ნუკლეუსი შინიათ რომ რამე დაგივარდებათ, გააბუჭებთ ან რაღაცას, ეს ნაწილი ხო ვთქვათ, ღირს 1500 რუპი, უკანა ნაწილი ღირს 2500 რუპი თუ პირიქით არის, ვთქვათ და რავი, ყველა ნაკაწრებშია და ბოლოს და ბოლოს თუ არიბარებს მაგ მოპედს, ანუ ეტყვი და იმას შვება, რა ქვია მაგას, მოგთხოვს 2000 რუპის გასაკეთება. მაგრამ მე გადააბარებს ეგეც რა. ვით, ესეა რა. так что ნუ ნერვიულობთ თუ გავხაჭებთ. ბოლოს და ბოლოს სულ ახალი მოპედი აი ეგეთი აქ ღირს $800. სულ ახალი, სულ вообще აი ქარხნული რა, აი ნოლია. ღირს $800. ну 800-850, ხო? და მაგიტომაც ყველა ყიდულობს მაგას და აქირავებენ $100-ში. ну $100-ზე ნაკლები რა, $80. ფასში ერთი თვით. так что მანქანით სიარული აქ სიგიჟია. სიმართლე რო გითხრათ, კაცი შვილი ტარება არის ისაკარი. აი დადიან გიგონებათ, აი დღეს ჩააბარეს გამოცდა. ვერ იჭერენ ზომებს, ვერა. ეხლა ესეთ აი სულ დადიან აი შუაგზაში, ხო? ну ეს კიდე კარგად არის, იმიტომ რომ ტაქსისტია ხო? იმიტომ რომ იტარების ბაიბუშია.
მოპედსაც ისეთ მოდ შეატარებია. და ეს ვაფშე ხორასა. თუ აზიაში სანე ჩამოდიხართ, აიღეთ მოტოს პრავა. იმიტომ რომ მაგის გარეშე ხო აქ ცოტა არ იყოს ძნელი იქნება რა, იმიტომ რომ მოტო იყიდება, იყიდება რა ირაობა შეგიძლიათ ყველგან და გინდა ტაილანდში, გინდა ვიეტნამში, გინდა რავი, შრი-ლანკაზე გინდა აქ ხო, ყველგან ხო $100 თვეში იქირავეთ მოტოს პრობლემის გარეშე. მანქანით სიარული რავი, ვერ იკაიფებთ მაგით, რა ერთ სიტყვით. რაც შეეხება პოლიციელებს რა, პოლიციელებს რაც შეეხება, აქ შეგიძლიათ შემდეგი რაღაცა გაითვალისწინოთ. თქვათ, ისინი არ გააჩერებენ, თქვათ, გოაზე ხო, რაღაცის დარღვევის გულის, იმიტომ რომ აქ არც ნიშნებია, არც ზოლია გახაზული და არც შუქნიშანია. ერთ-ერთი რაზე გაჩერებენ, ეგ არის, ჩაფოთის გარეშე როცა დადიხარ, მაღაზია, ჯარიმა არის 1000 რუპი, მაგრამ თუ შეგიძლიათ მისცეთ 500 რუპი და გაგიშვებთ რა. ეგეთი რაღაცა არსებობს. მაგრამ ესეც გაიცნობს. სიმთრალეზეც ვერ გამოწმებენ აქ იმ ზგულზე რომ ვაფშე აპარატები არ აქვთ და მასე დადიან. ისწავლეთ ბაიკის ტარება და მერე იკაიფებთ აქაც. ბაიკის ტარების პრობლემაც არ არსებობს, იმიტომ რომ თბილისში შეგიძლიათ ისწავლოთ, მე მაგალითად 5 გაკვეთილში ავიღე უკვე პრავაც და რავი, ჩვეულებრივად 5 გაკვეთილი თბილისში რავი, 40 ლარი თუ 45 ლარი ჯდებოდა მაშინ, ხოლმე მე მგონი ცოტა უფრო გაძვირდა. იმიტომ რომ რავი, 3 წელი კი გავიდა მაგის მერე და თქვენც რავი, სანამ ჩამოხვალთ, გირჩევთ პრავა რო აი. თქვათ, პრავა თუ არა გაქვთ, არც ეგ არის დიდი პრობლემა აქ რა. თქვათ, არც არავინ არ ამოწმებს, მაგრამ მაინც ჯობია რომ გქონდეს რა. და თან პლუს კიდე გეცოდინება როგორ ატარო. თუ არც ეგ იცი, არც ეგ არის პრობლემა. აქაც გასწავლიან, სადაც 1000 რუპი ღირს მე მგონი ერთი გაკვეთილი თუ არ ვცდები რომ გასწავლო ბაიკის ტარება. ისწავლე და ეგ არის. კარჩე მოპედი ყველაზე მაგარია. მაგრა იკაიფებთ მაგით. ერთი. ამით всё მეგობრებო დღეისათვის და ხვალ რა ვიცი. ერთ კვირაში კიდე ერთი ვიდეო იქნება უკვე სხვა რაღაცაზე და კიდე გოვალსაც განაგებთ. იმედია მოგეწონათ და ლაიქეთ ეგ ვიდეო. დაწერეთ კომენტარებში რისი ნახვა გინდათ და გამოიწერეთ არხი. და რა თქმა უნდა